თამარ ნუცუბიძე გვერდება პირდაპირ ეთერში სტრასბურგიდან, რომელიც ბოლო რამდენიმე დღეა პირადად აკვირდება იქ მიმდინარე მოვლენებს. თამარ, გითხარი შედეგები. მოგესალმები სოფო, კი ყველაფერი ისე არის როგორაც შენ აღნიშნე. საინტერესოა ისიც რომ რეზოლუციის პროექტის პირველადი სახე საკმაოდ მკაცრი იყო, თუმცა დღეს დაემატა კიდევ რამდენიმე შესწორება. ეს შესწორებები ჯერ იყო გატანილი კომიტეტზე, მონიტორინგის კომიტეტზე, სადაც ერთიანობაში უყარეს კენჭი და შემდეგ უკვე პლენარულ სესიაზე და ეს შესწორებები სხვათა შორის უფრო მეტად ამკაცრებს ამ დოკუმენტის ლექსიკას, ტექსტს, მაგალითად პირდაპირ არის ჩაწერილი, რომ უნდა სასწრაფოდ გაათავისუფლონ პოლიტიკური პატიმრები. პრინციპში ეს წინა რეზოლუციაშიც იყო დაფიქსირებული, თუმცა აქ ახლა აღნიშნულია, რომ ყველა პოლიტიკური პატიმარი, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ორგანო, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ყველა დაპატიმრებულს აღიქვამს როგორც პოლიტიკურ პატიმარს და არ მგონია ქვეყნისთვის, რომელიც დეკლარირებულად ყოველ შემთხვევაში მიისწრაფის ევროკავშირისკენ და ჯერ კიდევ გვაქვს კანდიდატის სტატუსი, ასეთი ჩანაწერი დოკუმენტზე იყოს კარგი ამ ქვეყნისთვის. გარდა ამისა, შერბილდა, აი მაგალითისთვის შემიძლია მოვიყვანო მე-6 პუნქტში იწყებოდა ასეთი ტექსტი, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მიესალმება, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ბრუტალური ქმედებები პოლიციის მხრიდან ნაკლებად არის მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ და მიესალმებაც კი სიტყვა შეცვალეს და აღნიშნავს, გადააკეთეს სიტყვა აღნიშნად, ანუ კიდევ უფრო დააქვეითეს ამ სიტყვის გამოხატვა იმისა, რომ აქ მისასალმებელი არაფერი არ არის, უბრალოდ აღნიშნავს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში შედარებით უფრო ნაკლებად ხედავთ ბრუტალურ ქმედებას პოლიციის მხრიდან. და რა თქმა უნდა, როგორც შენ აღნიშნე, ძალიან პირდაპირ შეჯამების სახით მე-12 ბოლო პუნქტში არის ნათქვამი, რომ მანამ ვიდრე ქართული ოცნება არ შეასრულებს იმ პირობებს, რაც იყო წინა რეზოლუციაში, რომელიც მიიღეს იანვარში და ახლა კიდევ ამას დაემატა გაუარესებული მდგომარეობა, მანამდე დელეგაციის უფლება მოსილებები არ იქნება, ასე ვთქვათ, მათ ვერ ცნობენ. აქედან გამომდინარე, ახლა კვლავ ჩემი აზრით ბურთი არის ქართული ოცნების მოედანზე, თუ კი მათ სურთ, რომ დაბრუნდნენ საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომებზე, ამ შემთხვევაში მათ მოუწევთ აი ამ პირობების შესრულება და სოფო სხვათა შორის არაერთხელ ითქვა და ალბათ დებატებზე შენც მოусმინე, რომ აქ იყო მინიშნება იმაზე, რომ ევროსაბჭოში ქვეყნის ყოფნა არ ნიშნავს იმათ, რომ მხოლოდ მათ სურვილზე იყოს, რაში მიიღებენ მონაწილეობას და რაში არ მიიღებენ მონაწილეობას. ამ ორგანიზაციის წევრობა ქვეყანას გარკვეულ პასუხისმგებლობას აკისრებს და ვალდებულებებს. და აქ დეპუტატებმა მიანიშნეს იმაზე, რომ ქართული ოცნების ვალდებულება არის ითანამშრომლოს თუნდაც კომიტეტებთან, მინისტრთა საბჭოდან და აქ საბჭოსთან და აქ იყო აღნიშნული, რომ მარტის თვეში პარიზში მინისტრთა საბჭოს სხდომაზე მოპატიჟებული იყო ქართული ოცნების დელეგაცია და შეთავაზებული ჰქონდათ მათ, რომ თუნდაც მათი აზრით და მათი გადმოსახედიდან მოეტანათ მყარი არგუმენტები იმისა, რომ რაც წეწერა იანვრის რეზოლუციაში არ იყო მართალი, მაგრამ ისინი მათ ამაზეც უარი განაცხადეს და სტრასბურგში ითქვა, რომ ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი, როდესაც არ ასრულებს ქვეყანა ვალდებულებებს და ამ შემთხვევაში ქართული ოცნება, რომელიც ეს ვალდებულებები არის გაწერილი ევროსაბჭოს პრინციპებით. მე ველაპარაკე კენჭისყრის შემდეგ ქონდა საშუალება, რომ მცირე
მართლია ინტერვიუ ჩამეწერა მომხსენებელთან საქართველოსთან დაკავშირებით, რომელმაც უფრო მარტივად და დაწვრილებით ამიხსნა თუ რას ნიშნავს და რა გზავნილია მთავარი ამ რეზოლუციის, რა შეიძლება შემდეგი ნაბიჯები იყოს და ასევე შეკითხვა მქონდა, როგორ წარმოუდგენიათ მაგალითად რომ ქართულმა ოცნებამ თუ წარმოუდგენიათ რომ არის შესაძლებელი რომ ქართულმა ოცნებამ დაანიშნოს ახალი არჩევნები და ამ შემთხვევაში როგორ შეიძლება წარმოვიდგინოთ რომ ეს არჩევნები ჩატარდება თავისუფალ და სამართლიან გარემოში, რაც ყველა დემოკრატიული არჩევნების მთავარი მოთხოვნა. აი შეგვიძლია მოვისმინოთ რას ფიქრობს მომხსენებელი ამ თემებზე. Being a member country of Council of Europe. ევროსაბჭოს წევრობა არის პრივილეგიაც და პასუხისმგებლობაც. პასუხისმგებლობა გულისხმობს მონაწილეობას მონიტორინგის პროცედურებში, მუშაობას ვენეციის კომისიასთან, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან. ეს სავალდებულოა და არა არჩევნები. როდესაც ვერთვებით, უნდა გავიაროთ ეს აქტივობები, მაგრამ საქართველოზე ასე არ არის. საქართველომ გაიწვია მთელი დელეგაცია და ბოლო რეზოლუციის შემდეგ, სადაც მოვიწვიეთ დიალოგზე ამ ინსტიტუციამ გაუწოდა ხელი და უთხრა. აი ეს არის ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადაიდგას დემოკრატიული სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. დემოკრატია ეფუძნება კანონის უზენაესობას, ძალაუფლების დაყოფას, სამოქალაქო საზოგადოების პატივისცემას, ჩართულობას ოპოზიციასთან. მეც მართლ პარტიას წარმოვადგენ ჩემს ქვეყანაში, მაგრამ დიდ პატივს ვცემ ოპოზიციას. ეს არის წევრობისა და იმ ინსტიტუტთან აქტიური თანამშრომლობის უმთავრესი და მინიმალური სტანდარტები. ამ კუთხით სამწუხაროდ საქართველოს მხრიდან პროგრესი ნულოვანია. პირიქით, ხედავთ გაუღარესებას. პირობები უფლებამოსილების თაობაზე არის შეტანილი იანვრის რეზოლუციაში. დღევანდელ რეზოლუციაში კი ნათქვამია, რომ ხარს უჭერთ იანვარში მიღებულ რეზოლუციას. ჭირდება, რომ პოლიტიკური პატიმრები გაათავისუფლონ, ჭირდება დეესკალაცია, პოლიტიკური და საკანონმდებლო პროცესები, რომლებიც არანაირად არ არის პროდუქტიული. კანონები და ოპოზიციის აკრძალვის შესახებ წამოწეული საკითხები სრულიად მიუღებელია. ეს ეწინააღმდეგება ამ ინსტიტუტის სტანდარტებს. როდესაც ქართული ოცნება ამბობს, რომ ევროსაბჭოა, რომელიც ხელს არ გვიწვდის, აბსოლუტურად არ ვეთანხმები. ჩვენ ისევ ვიწვევთ მათ დიალოგზე, მაგრამ სტანდარტები უნდა დაკმაყოფილდეს. მინდა ქართულმა ხალხმა იცოდეს, რომ ჩვენ მათ გვერდით ვართ. გვინდა კონსტრუქციული დიალოგი და გვინდა, რომ ამ ინსტიტუტის სტანდარტები დაკმაყოფილდეს. არსებული სიტუაცია ახალ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ხელს ვერ შეუწყობს. ჩვენ აქ არ ვიმყოფებით, რომ არჩევანი გავაკეთოთ პოლიტიკურ პარტიებს შორის. ჩვენ მოვითხოვთ სტანდარტებს. დემოკრატიის ერთ-ერთი საყრდენი არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, მაგრამ ახლა ამისთვის პირობები არ გვაქვს. ასე რომ აი ესეთი ვითარება არის ახლა შექმნილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, ფაქტიურად საგაზაფხულო სესია დასასრულს უახლოვდება, ახალი რეზოლუცია, რომელიც არის წინას გადახედვა და მას დაემატა კიდევ სიტუაციის გაუარესება და ამ რეზოლუციაში ყველაფერი სხვათა შორის არის აღწერილი, მათ შორის ცალკე პუნქტი ეთმობა იმ კომისიას, რაც ახლა რომელიც მუშაობს წულკიანის საგამოძიებო კომისიას, ეს შეტანილია ამ რეზოლუციაში, რა არის ნათქვამი? შეტანილი არის და პოლიტიკოსები და საპარლამენტო ასამბლეის წევრები ამ კომისიის მუშაობის უკან პოლიტიკურ სარჩულს ხედავენ, რაც ასევე მათი აზრით ეს პრივატულ საუბრებში არის ავტოკრატიის საბოლოო ჩამოყალიბებისკენ კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯი და ესეც მინდა სოფო აღნიშნო, რომ აქ არ არის მხოლოდ საუბარი უკვე არა მარტო სტრასბურგში, ბრიუსელშიც, რომ ადგილი გვაქვს დრამატულ უკუსლასთან დემოკრატიის, უკვე სიტყვა ავტოკრატია ოფიციალურ დოკუმენტებშიც ჩნდება? ეს მნიშვნელოვანია, როცა ბიუროკრატიას გადის უკვე ეს სიტყვა საქართველოსთან მიმართებაში და დოკუმენტების ნაწილი შეიძლება გახდეს. საუბარში უკვე ღიად მიდის, დებატებშიც უკვე ფიქსირდება და საუბარი არის საბოლოო გაფორმებაზე. ანუ თუ კი არაფერი შეიცვალა
არაფერი უდგას წინ, რომ უფრო აი ესეთი მკვეთრი და მკაცრი ფორმულირებები გაჩნდეს რა თქმა უნდა დოკუმენტაციაში. თამარ, შენ ევროსკოპის რედაქტორის რანგში მან იმყოფები რამდენიმე დღეა და მე თვალყურს გადევნებ, ძალიან საინტერესო ინტერვიუები ჰქონდა კარამურზასთან, ასევე ჰქონდა ბელარუსის ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერთან, პაվել ლატუშკოსთან და მე აქ ხშირად ვსვამდი ზუსტად ამ კითხვას, შენ ახსენე სიტყვა ავტოკრატია, ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ სკეპტიკურად უყურებდნენ ხოლმე საქართველოში ფრაზას იქნება აქ ბელარუსი, შესაძლებელია გახდეს ბელარუსი და პასუხი იყო ცალსახად არა. მაგრამ აი ამ მოვლენებმა რაც გზამ რომელსაც ივანიშვილი დაადგა ძალიან ცალსახად აჩვენა რომ ის ვერაფერს ახალს ვერ იგონებ მიდის იმ გზით რაც კრემლის მიერ არის აპრობირებული სხვადასხვა ქვეყნების დამონების გზაზე. ერთ-ერთი ასეთი არის ბელარუსი და ძალიან საგულისხმო ინტერვიუ ჰქონდა შენ ოპოზიციის ლიდერთან. რა შეგიძლია პარალელის თვალსაზრისით ერთი მნიშვნელოვანი კითხვა ჰქონდა თქვა ამ ინტერვიუს შესახებ მოკლედ თუ არის ანალოგი დღევანდელ პროცესებსა და ბელარუსში განვითარებულ მოვლენებს შორის და ამით დავასრულებ. კი, ჩემი აზრითაც პაվել ლატუშკოსთან ინტერვიუ ძალიან საინტერესო გამოვიდა. ხვალ გამოვაქვეყნებ ინტერვიუს გენადი გუდკოვთან, რუს ოპოზიციონერთან, რომელთა ინტერვიუც ჩემი აზრით მართლა ძალიან საინტერესოა და იცი რას დავაკვირდი, რომ კითხვის დასმაც აღარ მჭირდებოდა იმდენად თვითონ წვებიან ისეთ მოვლენებზე და თავადმე აკეთებენ შედარებას თავიანთ ქვეყნებში რუსეთთან და ბელორუსთან, რომელიც ძალიან ახლა მიახლოებულია საქართველოსთან და ყველა რესპონდენტმა აღნიშნა, რომ ბევრად სწრაფად ხდება ყველა ამ ნაბიჯის გადადგმა საქართველოში განსხვავებით ბელორუსის და რუსეთისგან და ამბობენ, რომ ეს იმიტომაც ხდება, რომ უკვე ამ ქვეყნებში ძალიან კარგად არის ეს ნაბიჯები აპრობირებული და რა არის მათი მთავარი რჩევა თამარ ეს მინდა ვიკითხო მთავარი ხო აი ზუსტად ეს მინდოდა მე თქვა ყველა ახთოვანებულია ქართველი ხალხით ყველა ამბობს რომ აი გასაოცარი სიამაყით უყურებენ რომ ადამიანები 4 თვეზე მეტია ქუჩაში დგანან და ისინი ამბობენ რომ ახლა მათი მხრიდან რაღაცების რჩევა და მოწოდება არ იქნებოდა სწორი თუმცა ერთი რჩევა რაც აქვთ რომ არ უნდა დანებდნენ და უნდა იბრძოლონ წინააღმდეგ შემთხვევაში აი ეს დიქტატურული შედეგი დადგება და პაվել ლატუშკომ თქვა სხვათა შორის რომ აი იცითო რაღაცა ჩვენ ძალიან ემოციებზე ვიყავითო თავიდან ძალიან ბევრი ხალხი გამოდიოდით ქუჩაშიო მე რაღაც დღესასწაულებზე გამოდიოდით მხოლოდ დასვენების დღეებში კვირას შაბათს და ესე ნელ-ნელა ანუ დიქტატორმა ლუკაშენკომ ისარგებლაო და დესეგმენტიზაცია მოახდინა და შემდეგ უკვე თარგეტირებულად გაუქმა ყველაფერიო ლიდერები ანუ ოპოზიციური ლიდერები ყველა ციხეში ჩასვა მიიღო უფრო მეტად რეპრესიული კანონმდებლობა და უბრალოდ ის ამბობს რომ ლუკაშენკომ ქვეყანაში შექმნა ისეთი პირობები რაც აიძულებს ხალხს წავიდნენ ემიგრაციაში კი ბატონო გეგმა და მიზანი იგივე აქვს ყველა ავტოკრატს რამდენად გამოუვა ეს არის ამბობს რომ არ დაკარგონ დრო ქართველებმა და გააგრძელონ ბრძოლა. ეს არის ყველა მათგანის ერთადერთი რჩევა.